ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ვიზა ლიბერალიზაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ და ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით აფხაზები და ოსები არ ისარგებლებენ. ასე გამოეხმაურნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური თბილისის შეთავაზებას უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები აფხაზებისა და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გამოყენებაზე. ოფიციალური თბილისის შეთავაზებას დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ სატყვარას უწოდებენ და აცხადებენ, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა კრახით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლებას თუ აწუხებს ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხი, უარი უნდა თქვა საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულია აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაში. ანალოგიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებით ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და მათი ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მოქალაქეებზე არ გავრცელდება. მათი მტკიცებით, მათი მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ. მიუხედავად მარიონეტული რეჟიმის ამ განცხადებებისა, თავად აფხაზი და ოსი მოსახლეობა რას ფიქრობს ოფიციალური თბილისის შეთავაზებაზე? არის თუ არა მათთვის საინტერესო ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა და აიღებენ თუ არა ამისთვის ქართულ პასპორტს, ამას დრო გვიჩვენებს. ამასობაში კი ამ საკითხზე უკვე დადებითი მოსაზრებები გამოითქმის აფხაზურ საზოგადოებაში. თავის დამოკიდებულებას არ მალავს ჟურნალისტი ანტონ კრევენიუკი, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც უვიზო რეჟიმი დააინტერესებთ. ვინც ქართულ პასპორტს აიღებს, აფხაზეთის შიგნით ნეგატიური რეაქცია ელოდება, თუმცა ეს გარდაუვალია. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ქართული პასპორტით ჩაფრინდებიან და იქ სელფებს გადაიღებენ. ისეთებიც ბევრნი იქნებიან, ვინც მათ ამისთვის აფხაზეთში გაკიცხავს. ასე პასუხობს სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრევენიუკის შეკითხვაზე, რამდენად დააინტერესებს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივა. ანტონ კრევენიუკი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესს სავარაუდოდ წარმატება ელის, რადგან რუსეთის მოქალაქეობის მიღება რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ევროპაში მოგზაურობა კი ყველას უნდა. Согласитесь, мы все немного завидуем. ალბათ უნდა გშურდეს ქართულების ვიზა ლიბერალიზაციის. ასეთი შესავალი გაუკეთა რუსული ტელეკომპანიის დოჟდის ტელეწამყვანმა ჟურნალისტ პეტრე რუზავინის სიუჟეტს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. წამყვანის თქმით, თვით სიუჟეტის ავტორი უკვე ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რათა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით ისარგებლოს. თუმცა უცნობია, როგორ აპირებს ჟურნალისტი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ერთბაშად არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესი უვიზო მიმოსვლის გამო ქართული პასპორტისადმი ნელ-ნელა გაიზრდება. ექსპერტი ლევან კიკნაძე თვლის, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი მიზეზებისა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ პასპორტებს აიღებენ. ეს განცხადებები ჯერ ერთი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა ნაბიჯიც არ გაუკეთებია ჩვენ ხელისუფლებას ამ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, არც ერთ ისინი დადებითად არ აფასებენ. და რასაც ისინი იძახიან, რომ ჩვენ იზოლაციაში ამყოფებთ მათ, იზოლაციაში თვითონ ამყოფებენ ისინი თავიანთი ტერიტორიების მოსახლეობას. არ აძლევენ საშუალებას განვითარების და ჩვენთან ურთიერთობის აღდგენისა. ასეთი განცხადებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ მოგვექნება ილუზიები, რომ მასიურად აიღებენ პასპორტებს და მასიურად გამოიყენებენ ამ ტერიტორიების მოსახლეობა. მასიურად ჩვენ ამას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ დადებითი მომენტი მაინც არის და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან ისინი მე მგონია ისარგებლებენ ამ შეღავათებით. მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ მოლდავეთშიც ასეთივე ვითარება იყო, უпростоრად დნესტრისპირეთში და რომ ნახეს მათ, რომ ამ ვიზა ლიბერალიზაციას რა უპირატესობა ჰქონდა დნესტრისპირეთის მოსახლეობამ, გარკვეულმა ნაწილმა მოლდავეთის პასპორტები აიღეს. ეხლა ცხინვალისა და სოხუმის განცხადებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ რაღაც ისეთი არც თუ ისე
ალბათ რეაქციის რეჟიმში სხვა ტიპის განცხადებებს ახლა მათგან ნამდვილად არც უნდა ველოდეთ და მათი მიდგომა რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას. Ფიქრობ ნამდვილად ინტერესი ამ პროცესის მიმართ როგორც აფხაზებში, ასევე ოსებში არის და ნამდვილად იქნებიან ადამიანები, ვინც ვის თვალშიც საქართველოს პასპორტებს უფრო მეტი მომხიბლაობა ექნებათ, ვინც ამ პასპორტებს აიღებს. მე არ ამგონია, რომ ეს ახლა ერთიან და მასიურად მოხდეს, ანუ რომ მასიურად გადმოვიდეს თქვათ აფხაზეთის მოსახლეობა, აქეთ ხარეს და აიღოს პასპორტები. იქედან გამომდინარე, რომ იქ საკმაოდ ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება სამწუხაროდ ნარჩუნდება საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვინც ამას გააკეთებს სამწუხაროდ იქნება ჯერჯერობით ეს იქნება დაფარულად. ეწოდინება ალბათ ვინც აიღებს მაქსიმუმ ოჯახის წევრებს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები ალბათ უფრო მეტად აიღებს. შეიძლება ესენი იყვნენ ბიზნესმენები მათ შორის, შეიძლება იყოს სტუდენტები, რომლებსაც განათლების მიღება უნდათ ევროპაში და საქართველოს პასპორტის საშუალებით. ანუ ვისაც აქვს რეალური мотиваცია, რომ გადაადგილდეს. ეტაპობრივად რაც ადამიანები აიღებენ ამ პასპორტებს, როგორც აფხაზები, ასევე ოსები. ექსპერტების განმარტებით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის მსგავსად გაიზრდება ეთნიკური აფხაზებისა და ოსების დაინტერესება უვიზო მიმოსვლით. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხიც აი ასევე დადებითად წავა. რაც არ უნდა უნდოდეს სეპარატისტულ რეჟიმებს, ამას წინ ვერ აღუდგებიან. თავარია იქ მოსახლეობა თვითონ იგრძნოს, რომ ეს მათთვის საჭიროა. თავარია ნდობა აღდგეს და ეს ნდობა რო აღდგება და მიხვდებიან იმას, რომ ჩვენი მხრიდან ეს რაღაც პროვოკაციული ნაბიჯები კი არ არის, არამედ ეს კეთილგანწყობით არის. ეს ყველაფერი გაკეთებული ამ ბოლო დროს და ბოლო წლებში ჩდება ელემენტები ნდობის აღდგენის. ჩვენ თუ სტაბილურები ვიქნებით და ეკონომიურად მოვძლიერდებით, ის მხარეც მოძლიერდება ჩვენი დახმარებით. ამას ხაზი უნდა გაუსვათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ეს ხდება ჩვენი დახმარებით. მაშინ, რა თქმა უნდა, წინ აღარაფერი აღარ დაუდგება ნდობის აღდგენას. საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აბაშიძე კარასინის შეხვედრაზეც გაკეთდა განცხადებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის დაწესებას მიესალმება. თუმცა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება საკითხი, რუსი დიპლომატი მოსკოვისთვის ჩვეულ განცხადებებს აკეთებს. ეს უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა. საქართველო ამაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეზღუდვებს მოუხსნის. ევროპა ამჟამად მათ ვიზებს საერთოდ არ აძლევს, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ ასეთი მიდგომა ჰუმანური ნამდვილად არაა. კარასინმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის წინაშე აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების საკითხს დააყენებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კარასინის განცხადებას ცინიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებენ. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აცხადებს, ცინიზმი ძალადობასა და სიცრუესთან ერთად კრემლის პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებზე რეალურ ზრუნვას, იგი უკვე გამოხატა როგორც ევროკავშირმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. ოკუპირებული რეგიონების კანონიერ მაცხოვრებლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეებით ისარგებლონ და ეს მათ მშვენივრად იციან. აცხადებს ჯემალ გამახარია.